ერთი თვე პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან და მდუმარე ბრიუსელი ევროკავშირის ელჩისაგან კონკრეტული შეფასება ისევ ვერ მოვისმინეთ. პასუხი ზოგადი კომენტარია, რასაც როგორც წესი ხშირად და ბევრ შემთხვევასთან მიმართებით ვისმენთ. 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები წინაპირობებით და გარე მხარდაჭერით, რომ ასეთი რიგითი მოვლენა არ იყო, ამას ევროპელ დიპლომატს და ზოგადად ბრიუსელს პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ შეახსენებს. მარიამ ბუღაძის სიუჟეტი. 5 ოქტომბერს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და კომისარმა კოსმა გამოსცეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდეს ყველას თავი შეიკავონ ძალადობისგან, მოუწოდეს სიმშვიდისა და დიალოგისკენ. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. როცა სიმართლე მათ მხარეს არ არის, პირდაპირი პასუხის ნაცვლად ტრადიციულ სლოგანს ვისმენთ. ამჯერადაც ძველებური მეთოდით და ფაქტის ზოგადი შეფასებით სცადა ევროკავშირის ელჩმა გაქცეოდა კითხვაზე პასუხს. გმობს თუ არა პრეზიდენტის სასახლე მიტანილ შტურმს. ფაქტიდან ერთი თვე გავიდა და ევროკავშირს, რომელიც ძალადობის წინააღმდეგი უნდა იყოს, ამ დრომდე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს, რაც პირველი კანონმდებლისთვის იმის დასტურია, რომ მომხდარის უკან სწორედ ევრობიუროკრატები დგანან. ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა. არანაირი ყველა, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე, ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა, საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი. ელჩის ორმაგი სტანდარტი ამტკიცებს, რომ ევროპელი ბიუროკრატები ევროპულ სტანდარტებს დიდი ხანია დაშორდნენ. მათი ქმედებები კი პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც ნაციონალები ძალადობენ, არასდროს არ ემიჯნება ამას არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. როდესაც ისინი მაგალითად ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასდროს ემიჯნებიან. ევროკავშირის ელჩი მოქმედებს სწორედ ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიგვირს არავის ამ დონემდეა დასული სამწუხაროდ დღეს ევროპული ბიუროკრატია. სამწუხაროდ ბრიუსელიდან ჩვენ ნახეთ ერთადერთი განცხადება, რომელიც მიზანმიმართულად ამახინჯებდა იმ ფაქტებს, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა საქართველოში. მოლოდინი, რომ ელჩი გააკეთებს რაიმე განსხვავებულ განცხადებას, ნაკლებად უნდა გქონდეს, ის არის ალბათ სრულიად თანხმედრაში სწორედ კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებებთან. ანტიდემოკრატიულ პროცესებს მწვანე შუქი ევროკავშირმა არაერთხელ აუნთო. ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ შტურმამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის პრეს-სპიკერმა აქციის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. მათ უჭირთ სწორი ღირებულებების აღიარება და ამ სწორი ღირებულებების დაცვა, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე საქართველოში. ეს დუმილი იმავდროულად არის წახალისება რადიკალიზმის და პირიქით უფრო მეცაც უწევ მხარდაჭერის გამოხატულება. ევროპული ღირებულებები, რომელიც ადრე სამართლიანობის და თანასწორობის გარანტი იყო, ახლა ორმაგმა სტანდარტმა და უსამართლო მიდგომებმა ჩაანაცვლა. მაშინ როცა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა კანონის უმკაცრესი ნორმით ისჯება, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში მსგავს ფაქტებს არამხოლოდ ახალისებენ, არამედ ფინანსურ მხარდაჭერასაც უწევენ. ევროკომისია მილიონობით ლარს ურიცხავს იმ NGO-ებს, რომლებიც აქციების ორგანიზებასა და დაფინანსებაში არიან მხილებულნი. მათი ნაწილი კი აქციებისთვის არასრულწლოვნებსაც ამზადებს.